ახალი ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ ამ სახელწოდებით წიგნი დაბეჭდა. იგი ვარდების რევოლუციიდან დღემდე საქართველოში განხორციელებული ყველა არქიტექტურული პროექტის ერთგვარი ფოტოალბომია. წიგნში დაბეჭდილი ფოტოების ავტორები უცხოელი ფოტოგრაფები არიან. გამოცემა ასახავს თუ როგორ ვითარდება საქართველო ამ წლების განმავლობაში. კულტურის მინისტრის განცხადებით, ამ შენობებს არა მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა აქვს, არამედ ისინი საზოგადოებას ემსახურებენ. წიგნები კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გამოიზიდა, იგი მოსახლეობას უფასოდ დაუწყდება. ეს არის ახალი ქართული არქიტექტურა, რომელიც 2004-დან 2012 წლამდე შეიქმნა საქართველოში ფაქტურად ცარიელ ადგილას და რამაც ძალიან ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის მეგობრები, სტუმრები, ტურისტები მოხიბლა და გვინდოდა რომ სწორედ ეს ერთობლიობა ესეთი დიდი სურათი ასევე მიგვეწოდებინა ყველა ქართული ოჯახისთვის. ამიტომ ვითანამშრომლეთ კერძო სექტორთან, დაიბადა მათთან ერთად ფაქტურად ეს იდეა და შედეგად მივიღეთ ასე ძალიან საინტერესო ალბომი, რომელსაც როგორც დაგვიდით მივაწოდებთ მაქსიმალურად მთელ საქართველოს მოსახლეობას.